საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ბორჯომში სალოტბარო სკოლა გახსნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის ის ტრადიციები, ის გადაცემა მოხდება, როგორც ძირძველი ტრადიციებით არის ბორჯომის და ეს ხარი ზოგადად ცნობილი და არ შეიძლება რომ გამოყოთ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ფაქტიურად მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ეს ამბავი, იმიტომ რომ მათ მხარდაჭერით როგორც ინფრასტრუქტურული ასევე ფინანსურით მოხდა ეს დიდი საქმე, დაიწყო ეს დიდი საქმე, რომელიც მომავალ წლებში უფრო გაძლიერდება. ეს არის ფოლკლორის ცენტრის, ეროვნული ცენტრის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით მიღებული პროექტი, სადაც ჩვენ გრანტის სახით ამ ცენტრს უძულოდ ვაძლევთ 12,000 ლარს. ეს არის შრომის ანაზღაურება იმ ორი პედაგოგისთვის, რომელიც იქ იმუშავებს და სალოტბარო სკოლისთვის მოიძიებს და შეარჩევს ახალგაზრდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნებიან იმ მრავალწლიანი, 100-წლიანი ტრადიციის გამგზელებლები, რომელიც ძალიან მრავლად ყავდა საქართველოს. ეს სპეციალობა და სფერო სამწუხაროდ მივიწყებული იყო გასული წლების განმავლობაში და ეხლაც დავწუნებული ვარ, რომ აღორძინდება. სალოტბარო სკოლა ხელშეუწყობს უნიკალური ქართული სიმღერისა და ქართული ტრადიციული გალობის აღდგენა გადარჩენას, მათ პოპულარიზაციას, ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და მოვლას. გვინდა რომ ეს ფოლკლორი, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და ძალიან საინტერესოა, ეს შეისწავლონ პატარებმა, ისწავლონ ეს და გაიზრდებიან ქართულად ისაუბრებენ, ქართულად იაზროვნებენ, ქართული გალობა, ქართული ცეკვა, ეს არის საოცარი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოხიბლა, მთელ მსოფლიოში მიდის ჩვენი ანსამბლები და ხალხი ფეხზე დამდგარი ხვდება, ეს როგორ არ უნდა ისწავლოს ჩვენმა მომავალმა თაობამ და ეს არის დიდი საქმე. ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა ბორჯომში სამუსიკო სკოლის შენობაში საზეიმოდ გაიხსნა. სალოტბარო სკოლის მოსწავლეები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. ყავს 60 მოსწავლე უკვე ჯგუფში, ერთი თვეა უკვე მეცადინეობთ, დღეს ოფიციალურად გაიხსნა ეს სკოლა. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ფოლკლორული ანსამბლი მზეშინა, ვაშთა ანსამბლი ბორჯომი, სოლოს შემსრულებელი მარიკა გეგეშიძე და სალოტბარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე. სალოტბარო სკოლის დასრულების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმიდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.